თბილისში ავსტრიული ბიზნეს დელეგაცია იმყოფება სასტუმრო ჰოლიდეინში საქართველო-ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათა შორისი კომისიის მესამე სხდომა გაიხსნა. მოგვიანებით ბიზნეს ფორუმის გამართება, რომელშიც 20-მდე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 2008 წლის შემდეგ ავსტრიიდან საქართველოში 127 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სხვადასხვა სფეროში არიან წარმოდგენილები, მათ შორის მათი ნაწილი უკვე საქმიანობს საქართველოში, ზოგიერთი მათგანი ახალია, ჯერ მუშაობა არ დაუწყია, საფინანსო სექტორია, ლოგისტიკური სექტორია, სამშენებლო სექტორია. საქართველოში მოღვაწეობით ბევრი კომპანიაა დაინტერესებული. ჩვენ გვინდა რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ურთიერთობები გააქტიურდება. მთავრობათა შორისი კომისიის პირველი სხდომა 10 წლის წინ ჩატარდა. ბოლო 2 წლის მანძილზე კი ეს უკვე მეორე ასეთი ფორმატის შეხვედრაა.